მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი რუბრიკა დასავლეთ საქართველოს თანამედროვე ავტორები და დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია თავის თაობაში უდაოდ გამორჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა ჟანა ჭაჭვა. მოგესალმებით ჟანა. გამარჯობა ჟანა. დიდი ხანია თქვენ ლექსებს წერთ და თქვენი პოეზია იცის ბევრმა, მაგრამ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები ალბათ არავინ არ იცის. და თუ შეგიძლიათ რომ მოგყვეთ თქვენს ცხოვრებაზე. დიდი სიამოვნებით გეტყვით ყველაფერს რაც გაგაინტერესებთ. მე ვარ ჟანა ჭაჭვა, დავიბადე 1997 წლის 21 თებერვალს ქალაქ ზუგდიდში. ამჟამად ცხოვრობ სოფელ ახალაბესტუმაში და ვარ ახალაბესტუმის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ვარ, ასევე ჩართული პროგრამაში, რომელსაც ქვია მოხალისე მასწავლებელი და პროგრამა არის ესეთი ისწავლე და ასწავლე ინგლისურს ჯგუფებს. ასევე ვარ პოეტი, როგორც აღნიშნეთ თქვენ. ჟანა, როდის დაწერე პირველი ლექსი? პირველი ლექსი სიმართლე გითხრა. დავწერე მაშინ, როდესაც ვიყავი მე-6 კლასში, მაგრამ რა დავწერე არ მახსოვს. და რა იყო ამ ლექსის თემაც? ამ ლექსის თემა, როგორც მე ვიცი, ჩემი ოჯახი იყო. პირველი ლექსი იყო, რომელიც ოჯახზე დავწერე და სამწუხაროდ დღესდღეობით ეგ ლექსი შემორჩენილი არ მოხსნა. კითხვა, რომელსაც ყველა ავტორი გავაკეთებს. ვინ არის ჟანა ჭაჭვას მუზა? ჟანა ჭაჭვას ერთი კონკრეტული მუზა არ არის. ჟანა ჭაჭვას მუზა შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო არის, რაც ჩემს გარშემო ხდება, მაგრამ ესე ზუსტად და დაკონკრეტებით არ იყოს ნამდვილად. ჟანა, შენი აზრით რა არის პოეტისთვის ყველაზე დიდი შვება? მე ჩემი გადასახედიდან ჩამოვაყალიბებ ჩემს აზრს და შევეცდები მოკლედ გითხრათ, რომ ჩემთვის პოეტური მუზის შვება არის ის, როდესაც ვიღებ ქაღალდს და გადამაქვს ჩემი გრძნობები და ემოციები ამ ფურცელზე. ეს არის ჩემთვის შვება. ჟანა, გაქვს თუ არა საკუთარი კრებული გამოშვებული? საკუთარი კრებული არ მაქვს გამოშვებული, სიმართლე გითხრა, იყო პერიოდი, როდესაც ამის გამოშვებაზე ვიქოვდი, მაგრამ შემდგომ აღარ გამოუშვი და ეხლა არც მაქვს სურვილი, რომ ეს გამოუშვა, უბრალოდ მინდა რომ კონდეს ჩემთვის და წერო ჩემთვის. როგორც ვიცი, შენ გაქვს მეგრულში ერთი მეგრული იუმორისტული ლექსი. და თუ შეგიძლია რომ ეს ლექსი წაგიკითხო. ეხლა სხვათაშორის ეს ჩემი პირველი მეგრული ლექსია, რომელიც დავწერე და რომელიც არის ახმარო თემაზე აგებული. ეხლა წაგიკითხოთ ამას. ჩქიმ კომანჯის გვაცილენ უდეს ხვალე იპიკ. უკულარა ქიმიფ სანჯუ გეშმაწოხეს მითინ კინკოჯინ საათის სუმშაურკო წუთად გვერდ საათის ქიმიფთმიან და თის ხალე გუტენ კინკობზოჯი სტოიცკუმა ანც მანგარო იპიკ მეჩკუ დითა საიჩქიმ კომანჯ გალეუთიავა მეცო მოხიო დოხიოლი თოს ჩილემურქუნ მოდირ ფიქრის ორი გულირითეს დუჩკიმ კომანჯკუნ მოდირ მურე ნანი მუკგაღოლ თოი მაღანეს თუ ინგარი მიჩკუ ვაკოიბდე მარა დამჯეთ აშო დიფთუ ქმალას დიტო ენაკი გებგი ვალო კიდი ტინგარა თეკ თაგვაგაჩერდო სორა ქიმორკიან გვავას დუც წინარო გევოკე დოქილოჯინ თოლებს აკოიდა შარავარე იძულებული ვარეთ სკანჩლემურს ვერწყაკი შვიდას მუჭოიბდა ვალოთაში ქოიორდიო ჩქიმი თოლი გვირან გურვაუჩა გიშამლუას ეშე ბარკო ვეფიქრა დებგვანეთ მარშრუტკაშა ჭიჭე ჩქარას ვებდით და გებჭო ჩანთა მეკითხე გეგმიპონი ჭიშკარს დომრე კადგიშაკი მურქი მუსართუკი მიჩდას გეგწომი ჩანთა და გაჩეთ ელმოჯინე ვეჩია მუთოს ელმოჯინეთ მახოლა და გურს მიხ სიმიდურთ მიფსანჯუ გუყულ გუმაჯუ და დომჩი ხვალე ჭიჭე ხანით გიტენკი ხოლო ქოთკუმუდგან მარა ბაგამგებ მაჩ ფაფიქრებს ორეკ რაგად გათუთი მწყუმა დუც გიმუკინ კომაკუცი წყნარას გითიბ რაგადე მა მუსხოლან ხანცი მუგიჭკ ქინთოზეჯუ მარშუტკას უკვე მინი პუჩა ვურეკულ დაქალებს მორთით უცბას მორთით ჩქიმდა ყავაგებშვეთ გიწინთ ახალამბეს ყავაგებშვით იფრეკუცი და ცირკამბე მაფტეს ათაშ მოხვაც თეამბეკი აცნა გოლუნანი კომენჯუჩე გაუტუ და ასესვარე ბამიჭკა ძალიან კარგი ლექსია ჟანა და რა იყო მიზეზი ის რომ ეს ლექსი დაწერე შენ? სიმართლე გითხრათ, მიზეზი არც მახსოვს რა იყო უბრალოდ სახში ვიჯექი უყურები ტელევიზორს და მოიცვათ მომივიდა მუზა თან მეგრული მუზა და ავიღე კალამი და გამომივიდა ეს. ამის გარდა გაქვს თუ არა სხვა მეგრული ლექსი? კი, მეგრული ლექსი მაქვს კიდევ ერთი, სამეგრელოზე დაწერილი და მეტი არა. ორი ლექსი მაქვს. ჟანა, თუ შეგიძლია რა გვესაუბრო შენს სამომავლო მიზნებზე? რა თქმა უნდა, მოკლედ. როგორც ყველა სულიერ ადამიანს მიზნები მეც გამაჩნია, ძალიან ბევრი მიზანი მაქვს, მაგრამ აქედან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის გამოვიდე წარმატებული ადამიანი, მივახციო მწვერვალებს,
მწერალებს, რა თქმა უნდა, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც ჩემს სულსა და გულს უნდა. და ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთო ისეთი რაღაც, თუნდაც მცირედი, მაგრამ წარუმატებელი რაც იქნება. და ვიყო, რა თქმა უნდა, ღირსეული წარმომადგენელი ჩემი ოჯახისა და ჩემი ქვეყნის. ჟანა, როგორი ურთიერთობა გაქვს თანამედროვე ავტორებს? თანამედროვე ავტორებს სიმართლე გითხრა, ვეცნობ მათ შემოქმედებას, მაგრამ ესე ახლო ურთიერთობა არ მაქვს. როგორც იცით, მე ვარ ახალგაზრდა პოეტთა ასოციაციის წევრი და ანუ იქ ვინც ვართ მათ პოეტებთან კი, მაგრამ ახლა უშორიდან სიმართლე არც ისე კარგი. ჟანა, ვინ არის შენი საყვარელი პოეტი და თუ შეგიძლია ვითხრა ის სიტყვები, რომელიც დღემდე გამოყვა შენ? მოკლედ, ჩემი საყვარელი პოეტი, რა თქმა უნდა, ქალაქ თემტაბიძე, როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ თქვა, სიტყვის მუსიკოსი, ღირსეული შემოქმედი ქართული შემოქმედებისა და რა თქმა უნდა, მთელ დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და მისი ერთ-ერთი ციტატა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რომლითაც ცოცხლობ სიყვარულით ზიარსოფებს ის კამერას. ჟანა, სანამ დაგემშვიდობებით, მანამდე თუ შეგიძლია რომ წავკითხო ერთი შენი ლექსი, რომელიც შენი საყვარელი ლექსი. ასე მშობილ დედის მუცელში 9 თვე ვატარებ. ისე გავზრდილ ვარ იმ ზღაპრებზე, რომ უყვებიან ღამე პატარებს. ასე მოვედი თვალდახუჭული დედამიწაზე. აქ მომიყვანა მე უმწეო დედამიწაზე. ისე მეძინა თვალებს შემიას დედის გულკერძზე. ახლა ჩულ ბავშვებს ისე მინდა შვებით უმზერდე. მარტო გამევლო შევეცადე ისე პატარა. მთელი ბავშვობა მე მშობლებმა ხელზე მატარა. დიახ, პატარა ვბუტბუტებდი დედას და მამას. ისევ ჩვილივით ვიბუტბუტებ, თუმცა დრო წავა. ასე ვიხსენებ ჩემს ბავშვობას დავეძებ ბიებს. მე კი სიმართლეს კვლავ შევურევ ჩემს ილუზიებს, კვლავ შევურევ ჩემს ილუზიებს, ჩემს სიმართლეს. დავწერ სტრიქონებს, რომლებმაც ჩემთან თავი იმართლეს. კვლავ გავიხსენებ, როგორ მეძინა დედის კალთაში. ბაღში წასვლისას როგორ მიწყობდა ნამცხრებს ჩანთაში. გამახსენდება გაღიმებული ჩემი ბავშვობა. მინდვრის ყვავილი დედიკოსთან როგორ დამქონდა. მამას ვიხსენებ, რომ მატარებდა ხელში აყვანილს. დღეს გვერდით ვზივარ, რომ შევიგრძნო სითბო აკვანის ვიცი. ბავშვობის მონატრება არ მომეშვება. და თუ ოდესმე ვნახავ სევდიანს კვლავ მომეც შვება. უკვე დიდი ვარ, თუმცა თქვენს გარეშე არ შემიძლია მე. ძილის წინ თქვენი ზღაპრები არ შემიცულია, არ შემიცულია. კვლავ ჩამესმის ყოველი ბგერა არ შემიძლია. არ ვუსმინე თქვენს გულის ბგერას მინდა დამეტყბოს დაუსმენე ჩვენს ქართულ ნანას. ბავშვა დავჩები მაშინაც კი, როცა დრო წავა. ქართულია ჩემი სული და ქართულია ჩემში ყოველი თქვენ შემასწავლეთ სიყვარულის სვეტი ცხოველის. ქართულ ოჯახში იმღერებენ ნანას დედები. თუმცა წლები წავა, მაგრამ გულით არ დაბერდებით. ღვთისმშობლის წილხოც გავაფწყინებთ ჩვენ იბერიას დამეშორებით იმ უსისხლოებს, ვინც გვირევია ქართლთ გვებიწვიან. მაშინ ცხაულში არის დემონები. მაშინ შეცდებით თუ იფიქრებთ რომ გემონებით. მე სიამაყით გავიღიმებ თუ მდგარს მეტყას კუბოს ფიცრები. მე ჩემს სიყვარულს კვლავ ჩემს მიწაზე დავფიცებდი. ყური დაუგდეთ. აჟღერებულა ქართული ქნარი. ყური დაუგდეთ გესმით რეკავს ტაძრებში ზარი. საქართველოში კვლავ იგუგუნებს წმინდა სამება. ჩემს მეტეხს ვიცავ, ჩემს ალავერთ გერგეთ სამებას. კვლავ დაიშვება ქართველობის ფარდა გმირული. კვლავაც ვიქნებით ნიკოსიიდან დარბანდამდე გადაჭიმული. ბავშვობის წლები ისევ გაგვითხროს პატარა გულებს. თავჩაღუნული მხოლოდ უფლის წინ მოვიყევთ მუხლებს. ასე ვშობილად დედის მუცელში 9 თვე ვატარეთ. მხოლოდ სიყვარულს გვინერგავენ ქართულ პატარებს. ქართულ ოჯახში იმღერებენ ნანას დედები. თუმცა წლები წავა, მაგრამ გულით არ დაბერდებით. ძალიან კარგი ლექსია ჟანა. მე გახლავთ შეშენგელია დღეს ჩვენი სტუმარი იყო ახალგაზრდა პოეტი ჟანა ჭაჭულა მომავალ შეხვედრაზე.